მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ალბათ შეამჩნევდით ცოტა შენელებული კადრია, თუმცა რას ვიზავთ საქართველო და ქართველები ვართ, დღეს 12 იანვარი გახლავთ და ვინც გადავრჩით, იმათ მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. მოკლედ ღვინო კარგია, საცივი კარგია, მაგრამ გრძელდება ჩვენი გადაცემა და ისეთი მაგარი სტუმრები ყავს, რომ აი რა გითხრათ, არ ვიცი, 2025 წელი უნდა გავხადოთ, ყოველ შემთხვევაში შევეცადოთ მხიარულების, კარგი განწყობის წელიწადი. და მინდა სტუდიაში მოვიწვიო ადამიანები, რომლებიც თითქმის ჩვენ არხზე აკეთებენ ყველა იუმორისტულ გადაცემას. მოკლედ იუმორისტული გუნდის სცენარისტები და არა მარტო მათ უკვე ბედისცადეთ სამსახიობო მიმართულებით ბედისცადეს და არც თუ ურიგოდ გამოუვიდათ. მოკლედ სტუდიაში სცენარისტები მობრძანდით კობა ბარათელი, სამინდაური, ვასილ ბატონი სურამელი, ორი ინდაური, ბატონი ინცკირველი, ერთი წიწილა და ჩვენი ქუთაისელი, მხოლოდ ქუთაისური განწყობა და ხაჭაპური ერთი კეცი. მიბრძანით ჩემო ბატონებო. ერთი სული მაქვს დავზეთ ქვეთან, მაგრამ მოითხოვს ფორმატი რომ იქით დავზეთ. როგორ გაატარეთ ახლა და მე კი ვიცი, მაგრამ ხო შევძლებთ გაგრძელებას ჩვენი გადაცემების, რა ხდებოდა? სურამული ღვინო იყო თავის. სურამული ღვინო, სურამული რა ხო ვაკეთებ? კი, რას ვაკეთებთ, მაგას ვაკეთებთ, აბა იქ სულთან. არის როგორ არის? კარგი იყო რა, კარგი. მეთმა ბედნიერი წელი და რა ვიცი, ყველაფერი კარგი. ილო, რა ხდება ქუთაისში? ქუთაისში მშვიდობაა, გადავაგორეთ ძველი წელი. შემოვიგებთ ახალს. ეს რაღაცა უცნაური სასმელი მიდევს წინ ვერ ხვდები რა არის და სუნი არა ახაზების ვერა სუნი არც ფერი არც მაგრამ ერთი გადაგორება კიდე დაგვრჩა სულ ერთ დღეში ძველი ახალი წელია და ესეც უნდა ავიტანოთ ჩემო ქართველო ძმაკაცებო და მოკლედ წინ გვაქვს კიდევ ყველაფერი კობა მესმის რომ ესე იგი ნოშპის და რაღაცეების ჩაშუშული მსგავს სწავლების კარგია, მაგრამ თუ დალიე წელს ხომ საერთოდ აღარ სვამ წამლებს, სვამ მარტო იმას რა ქვია ციცკამიცინს და კატითელს და თქვენს გაიცით ისა. კი, კაცო. კაი ფიჭვის თაფლი აქვთ. კი. და მე ბოღლიძო მიყვარს, ნაზღვისგან გაკეთებული ბოღლიძო მიყვარს. ხო, გემრიელი. გამიჩი რა არის, მაგრამ სხვათა შორის იცი ბოღლიძო არის რა არის? ვინაში რომ იმას პურს ჭალდება. კი. აქ ვარ. მე იცი რა სწრები ვარ, გადაღება იყო. აღარ მახსოვს ახლა ზუსტად რომელი ფილმის იყო, მაგრამ ბატონი რამაშ ხიკვაძე იყო ცუდად და რაღაცა ვახშამი იყო რა, ასე ვთქვათ და აი ეს ღვინოში პური ამას ეს გააკეთა და კოვზით ამბობდა სადღეგრძელოებს, ეს დალევა არ შეიძლება და ამოიღებდა ერთ უკმას და ეს იყო მთელი ასე ვთქვათ აი უნდა გესმინა და გეყურებინა მაგარი ადამიანი იყო. ზაქრო, შეესკერა ხდება, როგორ შეხვდი ახალ წელს? ოჯახურად, წნარად შვიდ. კარგად, გემრიელად, შენებურად 8 ლიტრად, 9 ლიტრად. კი. შვიდზე დავწიე წელს. კი. ბიჭებო, რა ვიცი, ვინც აქ ვართ, ყველა ერთხმად უსურვოთ იმ ხალხს, ვინც არ გვინახავს წელს, სიკეთე, ბედნიერება, სიხარული და მხიარულება და კარგი განწყობა და ამისთვის ვართ ყველანი ჩვენ შეკრებილნი და მოდი რაც ვიცით ახლა თემებს და რაღაცებს არ დავიწყებ და ანა რამე ხო არ მოხდა და ესე განწყობა შევექმნა ჩვენს ძვირფას და არაჩვეულებრივ მაყურებელს, რომელიც ესე ერთგულად უყურებს ჩვენს ნებისმიერ გადაცემას.